ახალი ავტომობილები ჩინეთიდან. უკვე მაქვს ჩაწერილი ერთი ვიდეო რეგულაციის შესახებ. 1 იანვრიდან 2026 წლიდან ახალი მანქანების ექსპორტი ჩინეთიდან აღარ იქნება უკვე მარტივად რო ვთქვათ. სხვათაშორის მე იმპორტიორებიდან საქართველოში ჯერ არ მაქვს ასე ვთქვათ ნანახი ვიდეოები და რო აფცელებენ მაგ რეგულაციას ის ეხება პარალელურ ექსპორტ-იმპორტს. ახალი ავტომობილების ექსპორტი ჩინეთიდან. მეორადები კიდე იგივე დარჩა, შეიძლება რომ გავაკეთოთ ექსპორტი და იმპორტი, იგივე პარალელური, მაგრამ ავტომობილი უნდა იყოს რეგისტრირებული ჩინეთში 180 დღე მინიმუმ. ანუ ნომრებზე უნდა იყოს მინიმუმ 180 დღე. იმის მერე უკვე შეიძლება დადგეს ექსპორტის საბუთებში. მანამდე თუმცა ახალი მანქანა თუნდაც 24-იანი იყოს და ახალი და არარეგისტრირებული ნომრებზე მაინც არ შეიძლება. ანუ ყველა ვარიანტში უნდა იყოს რეგისტრირებული ჩინეთში. და იმის მერე კი შეიძლება უკვე მეორადის ექსპორტი. მეორადების ავტომობილებში კიდე გამოცდილება დიდი გვაქვს უკვე კომპანია Imeri Motors შეუულებრო დაგეხმარებათ. დანარჩენი რეგულაციები რაც კიდე ჯერ ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ რაღაც პატარა ცვლილებები კიდე უნდა იყოს, ჩემი აზრით. ამიტომ მაგასაც მოგვიანებით შევატყობინებ ყველას, რომ იყოთ ინფორმირებული. ასევე თუ ვინმე ეხლა ყიდულობთ ავტომობილებს, ფიზიკური პირია თუ იურიდიული პირი მნიშვნელობა არ არის. იყავით ფრთხილად. ანუ მე ვამბობ პირდაპირ ჩინურ კომპანიებთან ვიც მუშაობს. შეიძლება შემოგთავაზონ, რომ მანქანები არის, ყველაფერი მოესწრება, გადავალ საზღვარსაც, ყველანაირად ყველაფერი იქნება და გადაიხადეთ თანხა და ეგ არის მანქანები იქნება. აქ იყავით ფრთხილად. ეხლა თუ ავიღოთ ხორგოსზე გადასვლა არის საშუალო ეხლა 1 თვე დღემდე მიყენია მანდ მანქანები. ის კაია რომ ის ყველა მეორადებია. ამიტომ არის დიდი რისკი რომ 1 იანვრამდე